ესაა მითხარი შენ განწყობა. გეხვეწები. ჯერ ლექს ვიგერიებ მოცადა. ენა გადმოგდებული და ჩემი განწყობა? კარგად ვარ ჯერჯერო. ვერ ვნახოთ. ამას არ უსმინოთ ხალხო. პალიას ტომის ტბაზე ვიმყოფებით. დანარჩენს გზადაგზა განახებთ ახლა, რაც მოხდება. დაახლოებით 30 კილომეტრიანი მარშრუტი გვიწევს. შავსვედით ჩვენს პიპიაში. მიმოგზავრეთ პალიას ტომის ტბაზე. დავიძარით შვიდობით მიწავ. პალიას ტომის ტბა ყოფილა მაქსიმუმ 3 მეტრა სიღრმე. პალიას ტომის სიღრმიდან გამომდინარე ხედი როა წყალი, ამიტომ ქარი ერევა მას მარტივად და ამიტომ იცის ძალიან ღელვა. ახლო იცის ტალღები და ბევრად საშიშია ვიდრე ზღვა არის. როცა დიდი ტალღებია, სკერი ჩნდება ადგილ-ადგილ, ისეთი ტალღები იცის. ჩვენ შემთხვევაში წნარად არის ყველაფერი. კესანე! აი ესეთი საოცარი ქვეყანა გვაქვს, ყველა კუთხეს და ყველა ქალაქს, ყველა მხარეს აქვს თავისი ღირსშესანიშნავი ადგილი. ასე შობს ნაპირიდან პირველად ვარ. სულ ტბაში ჯვარი აქვს საღოლ. შევიწროვდა ადგილი. უფრო და უფრო ველურ ადგილას შემოვედით. მართლა საქართველოს ამაზონია. 2 საათამდე მოგვიწევს აქ ყოფნა, 2 საათი არის მარშრუტი. თუ გინდა რომ კოღომშეთ ჩამოს, აი მას ვიღაცა კოდეშს აკეთებს და შეგიძლია დაიღალოთ ხანვით. რაც უფრო სიღრმეში შევდივართ, მით უფრო ლამაზდება. აი ეს არის საქართველო. ამ ხეებში თურმეშველი ყოფილა ბლომა. ესე გითხრა ჩვენმა დიდმა და მძღოლმა ლუკამ. ეს მდინარე არის ლიჩორი, ესე ქვია, ეს ეწოდება და სათავესიებს მხრიდან, რომელიც უერთდება პალიას ტომის ტბას. ეს ადგილი არის ხალხო საქართველოს ერთ-ერთი ბუნების საოცრება. დიდი ხანია რაც ეს ადამიანი აქ ცხოვრობს? აქ ცხოვრობს ქართველი რობინზონ კრუზო და ეძებს პარასკევას. ეს რა თქმა უნდა ხუმრობით. ეს მდინარე ყოფს გურიას და სამეგრელოს ერთმანეთისგან. ჩვენ ვართ ახლა სამეგრელოში, იქით არის გურია. საქართველოს ამაზონს ერთი პლუსი იცი რა აქვს ხალხო. აქ ნიანგები არ არიან და ანაკონდები და რაღაცეები.
გამოვედით ისევ პალიასტომის ტბაში და ისევ გაფართოვდა ადგილი და მივდივართ მომდევნო ხეობა, ესე დავარქვათ, ხეობის ხე. იანი მასიდან გადმოვიდავთ ჭაობიან ადგილას. Driftaw. წარმოგიდგენია, საქართველოში ვართ კუნძულზე. მადონა თავის კადრებს აგროვებს, კესანე თავის კადრებს აგროვებს. ესე ბედნიერად დასრულდა ჩვენი მოგზაურობა ფოთის კუნძულებზე. ძალიან ბედნიერი ვარ. აბა როგორი იყო? ძალიან მაგარი იყო, მე ეგეთი რაღაცა ძალიან მიტაცებს. მომწონს. უფრო გავახანძლებდით. ეს ჩვენი უბნის გიჟის უაქარი. რაღაცას მომბნის გიჟი. ძალიან კაი იყო. მოტრელა. მისი ცოლი ვარ. ეგრე გონია. სათევზაოდ არის ჯიგარი შესული. ზუგა გეფიცები მეთევზეებს უჭამს თევზს გეფიცები რა ტიპია ჩემი გადიძაღლო იქით მეთევზეები იდეალურ გარემოში ჩვენ ვართ ახლა ფოთში ძალიან ლამაზი ქალაქი ყოფილა ფოთი და ფოთში არის ერთ-ერთი უნიკალური არქიტექტურის მქონე ეკლესია შეხედეთ რა ლამაზია პალიასტომიდან გადმოვინაცვლეთ აქ სულ შემთხვევით როგორც გარედან არის ლამაზი და საოცარი ასევე შიგნით არის უნიკალური არქიტექტურა ეს არის ფოთის აღდგომის საკათედრო ტაძარი, სადაც ერთ სივრცეში არის სამი სხვადასხვა საკურთხეველი. ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი, მთლიანად აღდგომის საკათედრო ტაძარია. და ეს არის წმინდა გიორგის სახელობის საკურთხეველი. ვინც კომუნიზმს მისტირის და 37 მანეთად გვილაობას იმ დროს აქ იყო აი აქ თეატრი. ამას აკეთებდნენ კომუნისტები. არა მარტო აქ საქართველოში, ბევრ ტაძარში იყო თეატრი სამწუხაროდ და საბედნიეროდ აღარ არის. რიკი ვიუ ჩუსტები მძღება. ეხლა რა მოდარო? ზურება ჩუსტი. წავიდა. დაასიგნალე კესანე, დაასიგნალე. სადა სიგნალი? კესანე მოუხვიე. მანქაინსტალებას ვასწავლი. ოპა. არ არის მაჯიშენი. დეინახ. მე პროცევზე მივდივართ. ოჯახებით რაღაცა. მოდი უყურადღებო ძღოლი ვარ. მაგრამ ხალხო ასეა. მანდულ მანქანაზე ვერა, მაგრამ ამ რაღაც ჯაბახანაზე კი ვსწავლობ დარებას. რული დაანახე ერთი წამი. კამერა ვერ შემოვუტრიანო. ძალიან ბუთელა. რული ვსწავლობ. სხვა რა გზა მაქვს?
რა მიყვარს ბიჭო პივა მოკლედ ხაჭაპურის მოლოდინში თემის მოლოდინში რომ ღიპიანი კაცუნები როდის გამომენ იქიდან დრო გაყავს მადონა მოკლედ ასე რა გვიყვარს ბიჭო პივა მოკლედ ასე მიდის ჩვენი დასვენების ვოიაჟები არ გავჩხატო ალინ როკას ეხუმრები მე ბენზინი არ გვინდა ბენზინი იქ არის ჰასანდეისთან მაგრამ შიერი დამსვით ძალა აღაყოფ ჭარულის ჭამა რო გინდა და რა მიყვარს ბიჭო პივა და უკვე სუნი რო გწევს და ჰალუცინაციები რო გეწყება იგივე პერიოდში ვართ უჰ და კოკო უნდა ხოლმე უყურე რა გააკეთე სტოპ ორ გადაო იმ პროზე როგორ დაგებლა ხელები აკივა ბიჭო რა ჩამოწიოს დაბლა რო ჩამო უნდა მოუტრიალდეს ჩამოკიდებულია პროსტა კაციზე ხო არ გადაო და აკენი დეუბრიდე და აი რა მიქარვა ჯო შენიერი მოტოციკლეტია და სამადგილიანი იყო ზუსტად რა ფერზე ვალე და რა ფერმშია და პუა რა მიყვარს და გაწყდა თორნიტი გაწყდა უფრო მაგრამ მოშიდება აი რა ორიული მეგონა ეკმე სადანა მოვედით უკვე სამშვიდობოს ვართ მიდი შია თოკოს იქნება ნეტა დღესე მოვიდა მეყოფა ნეტა ესე ეს ევანდელ ჩვენ ვოიაჟებს გაუმარჯოს და ბევრი გქონდეს ეგეთი ვოიაჟები იმედია დღის ბოლო